მოგესალმებით ისევე ერთხელ ბათუმელების პირდაპირ ეთერში თქვენს ადევნებს საპროტესტო მსვლელობას ბათუმის საქალაქო სასამართლოსკენ. სასამართლოში ამ წუთებში იმართება აქციაზე დაკავებულების სასამართლოს ხდომა და სოლიდარობის ნიშნად და დაკავებულების გათავისუფლების უპირობო მოთხოვნით საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ახლა ევროპის მოედნიდან გადაინაცვლეს სასამართლოსკენ საპროტესტო მსვლელობა. ხალხას რომ მოუყვება ბათუმელების გაყურებელს დღეს სამი ახალი მოთხოვნა გააჟღერეთ თქვენ რა არის ეს გამოგავრილება აქციის დაწყებისთანავე გქონდა სამი მოთხოვნა პირველი ეს იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საერთო პრეზიდენტის არჩევის განხილვა იმ კანონობასთან დაკავშირებით რაც ჩვენ გქონდა საპარლამენტო არჩევნების დროს არაკონსტიტუციურად ცნობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნები, რომლითაც შეირჩა თითქოს შეირჩა საქართველოს პარლამენტის ახალი კომპლექტაცია. მეორე ეს იყო აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიური ეთერის დათმობა საზოგადოებრივი პროტესტისთვის, იმიტომ რომ აჭარის ტელევიზიამ როგორც ნებისმიერი სახელმწიფო ან საბიუჯეტო ორგანიზაცია უნდა გამოხატავდეს საზოგადოების ხმას და არა ერთპარტიული ავტორიტარიზმის ხმას. და მესამე მაშინ როდესაც დააკავეს პროტესტის მონაწილეები აბსოლუტურად უკანონოდ ეს ადამიანები უნდა გაეთავისუფლებინა დაუყოვნებლივ, მაგრამ სამწუხაროდ რეჟიმმა არ აირჩია ეს გზა. ერთადერთი და რაც უკავშირდებოდა აჭარის მაუწყებლის ეთერის დათმობას. ამიტომ ახლა მივდივართ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც უნდა გაიმართოს ამ ადამიანების უკანონო დაკავებაზე სასამართლო სხდომა. ეს ადამიანები გამოხატავენ ამ წინააღმდეგობას და პროტესტს არა მხოლოდ ამ სამი მოთხოვნის წინააღმდეგ, არამედ ზოგადად ხელისუფლების არალეგიტიმურობის შესახებ. არ შეიძლება ქვეყანაში, რომელსაც საკუთარი კონსტიტუციის ერთ-ერთ მთავარ მოტივში ჩაწერილია, რომ ქვეყანა არის ევროინტეგრაციის გზაზე მიმსვლელი, იტაცებდა ხელისუფლებას, იტაცებდა ძალაუფლებას და ერთპარტიული ვერტიკალით ოლიგარქიით ცდილობდა ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის მიტაცებას. ეს ხმა ისმის სხვა ქალაქებში, ეს ხმა ისმის მთელს ქვეყანაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბათუმმა, რომელიც არის ისტორიულად, ცივილიზაციურად ჩვენი ქვეყნის ევროპული კარიბჭე, ეს ხმა მუდმივად აღღეროს ყოველ დღე დაუღალავად, მათ შორის გაფიცვებით, მათ შორის სამოქალაქო დაუმორჩილებლობით, მათ შორის წინააღმდეგობით, რომელიც აუცილებლად მშვიდობიანი, აუცილებლად კონსტიტუცია იქნება. ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც სხვანაირად, სხვაგვარად კანონის მიღმა ვაპირებთ, რომ ხელისუფლება დავიბრუნოთ არავითარ შემთხვევაში. ეს არის პროცესი, როდესაც ხალხმა, რომელიც არის ძალაუფლების, ხელისუფლების წყარო, უნდა იგრძნოს და უნდა აღგზნობინოს სხვებს, რომ დიახაც ჩვენგან მოდის ხელისუფლება და არა რაღაცა ტიპის პოლიტიკური ქაჯეთის ციხისგან, სადაც ყველაფერს აკეთებენ იმისგან, რომ გაგვამარგინალონ, საუბრობენ ჩვენზე 1000 გვარ სისულელეს, 1000 გვარ სიყალბეს, ადამიანები, რომლებიც თავად არიან სულ მცირე 12 წელია სიყალბეში ჩართულები. ამიტომ დღეს ბარათაშვილის ქუჩაზე მივაბიჯებთ იმ ბარათაშვილის, რომელმაც ბედი ქართლისა დაწერა, იმ ბარათაშვილის ქუჩაზე, რომელმაც ბიძამის გრიგოლ ორბელიანს დაამონათა და უთხრა, რომ არა ხარ სწორი, როცა უკავშირებ ქართლის ბედს რუსეთის იმპერიის ბედს. ეს იმ ბარათაშვილის ქუჩა, რომელმაც თქვა, რომ დიახაც ქართლი, კახეთი
მთელი საქართველო უნდა იყოს რუსეთისგან თავისუფალი. ჩვენ 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გვერდო კოლონიად ყოფნა ვერც ივანიშვილი, ვერც ერთი ოლიგარქი ვერ მოახერხებს იმას, რომ წარიტაცოს ჩვენგან ის რაც ყველაზე სანუკვარია. წარიტაცოს სამშობლო, რომელიც ერთადერთია, როგორც ღმერთი ამ ქვეყანაზე. ახლა მელაპარაკოს ან დავით გაბაიძე, ან ირაკლი ჭეიშვილი, ან ნებისმიერი სხვა წევრი ქართული ოცნებიდან, ვის უფრო მეტად უყვარს ხალხის სამწუხო და საქართველო როგორც სამშობლო. მოდით ბატონებო, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან და მელაპარაკეთ, ელაპარაკეთ ამ ხალხს, ვის უფრო მეტად უყვარს სამშობლო. თქვენი თბილი კაბინეტებიდან ამ ადამიანებს, რომლებიც მეხუთე დღეა დგანან, მოაბიჯებენ ამ კუჩებზე, ერთმანეთს გვერდს უშონებენ, რომ გამოვიტაცოთ, წარუტაცოთ მანკიერ, ფარისეულ ადამიანებს ეს ქვეყანა. ეს არის ამბავი. მადლობა, ეს იყო ხაშჭყადოა, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს წარმომადგენელი, თქვენს პოზიციებს ისმენდით. მეკაბესელიას ხედავ მე ახლა კაცი, მოდით მას გავესაუბროთ. საგამშრომლოა ქალბატონიკა, რომ გაგესაუბროთ. რას ეტყობთ ახლა მოსამართლებს, იგივე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც განიხილავს აქციაზე დაკავებული პირების საქმეს. პირველ რიგში მოსამართლეები რომ თავისა სიმაღლეზე იყვნენ, მოსამართლეები რომ სამართლიანად წყვეტენ, ამას ვერავინ ვერ გამოგვიერთეთ, მაგრამ საკონსტიტუციო გამოროდინებიდან შეიძლება ეხლა რამე ამ საპროტესტო მუხტის ფონზე როგორ ვთქვათ? ძალიან ხმაურია მგონი რომ ისწოდა მეკაბესელია სამასწრე საერთოდ გავესაუბრებით ჩვენ თვალსაჩინო საპროტესტო მსვლელობას ბათუმის ქუჩებში ამ დროისთვის ბარათაშვილის ქუჩაზე არიან საპროტესტო აქციის მონაწილეები, ისინი მიემართებიან ბათუმის საქალაქო სასამართლოსგან, სადაც ამ წუთებში განიხილება აქციაზე დაკავებული ადამიანების სამართალდარღვევების საქმეები. აქციის მონაწილეები ითხოვენ აქციის დაკავებულების უპირობო გათავისუფლებას. ორი დაკავებული ასევე ამბობს, რომ მათზე დაკავების დროს იზოლადეს პოლიციელებმა და ამ შემთხვევების გამოძიება არც კი დაუწყია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც მე მაქვს ინფორმაცია. პოლიცია დავალება. ისო მეხუთე დღეა ბათუმში იმართება აი ესეთი შემართებით აქციები, სადაც ძალიან აშკარა მონაწილეები შემართება და სულისკვეთება, საბრძოლო სულისკვეთება. ადამიანებმა მართავენ უწყვეტ საპროტესტო აქციებს, რომ გადაარჩინონ ქვეყნის ევროპული მომავალი, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ქვეყნის გადარჩენას, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ. ამ აქციას უერთდება სხვადასხვა ჯგუფი, როგორც მასწავლებლები, პროფესორები, სტუდენტები, ექიმები. დღეს ჩვენ არაერთი განცხადება ვნახეთ საჯაროდ გაკეთებული, მათ შორის ვნახეთ ბათუმის საპროტესტო აქციაზე ადვოკატების ერთობლივი განცხადება, ასევე ექიმების ერთობლივი განცხადება, რომ ისინი ემიჯნებიან მკვეთრად ქართული ოცნების პრორუსულ გადაწყვეტილებებს და არ დაუშვებენ იმას, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ჩაიკეტოს და ქვეყნის დამოუკიდებლობას, ქვეყნის სახელმწიფოებრიობას შეექმნას რეალური საფრთხე.
საპროტესტო ცოლობა ახლა გრძელდება ბარათაშვილის ქუჩიდან შეუქმნელი მოქალაქეებმა ზუბალაშვილის ქუჩაზე ისინი მიიწევენ ბათუმის საქალაქო სასამართლოსკენ. ამ აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა როგორც ბათუმში ასევე ქვეყნის მასშტაბით არის ის რომ გაიმართოს ხელახლა საპარლამენტო არჩევნები ასევე უმაღლესი საბჭოს არჩევნები ვინაიდან საქმე გვაქვს კონსტიტუციურ გადატრიალებასთან რადგანაც პარლამენტს ასევე უმაღლეს საბჭოს არ ქონდა უფლება რომ შეკრებილიყო და ეცნო დეპუტატების უფლებამოსილება რადგანაც ვიდრე სასამართლოში არის გასაჩივრებული არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობა მანამდე კონსტიტუციის ასევე კანონმდებლობის მიხედვით არ ქონდათ უფლება რომ ეცნოთ დეპუტატების უფლებამოსილება როგორც პარლამენტში ასევე უმაღლეს საბჭოში ამიტომაც მთავარი მოთხოვნა არის არჩევნების ხელახლა ჩატარება. ბათუმში ასევე თქვენ ახლა უსმენთ მალხაზ ჭკადუას გამჭრელობა საქართველოს წარმოადგენს ის ერთ-ერთი ორგანიზატორია ამ აქციების და ის ამბობდა რომ სამი მთავარი მოთხოვნა არის ბათუმში ეს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პირდაპირ ეთერის გათხოვა რაც უკვე შესრულდა გუშინ წუხელ ასევე ის რომ საკუთარ სასამართლო განიხილოს დროულად ის არჩევნები რომელსაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა სასამართლოს და შეეხება არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობას და მესამე აქციაზე გუშინ წინ დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ახლა თქვენ სწორედ ამ პროცესს ადევნებთ თვალს როცა საპროტესტო აქციის მონაწილეები რომლებიც შეიკრიბნენ დღეს 5 საათიან ევროპის მოედანზე მიემართებიან ბათუმის საქალაქო სასამართლოსკენ და მოითხოვენ აქციაზე დაკავებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ბათუმში ხარ თუ გკითხულობ კომენტარებს დიახ ბათუმში ვარ ეხლა ბარათაშვილის ქუჩიდან ზუბალაშვილის ქუჩაზე შეუხვიეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისინი მიემართებიან ბათუმის საქალაქო სასამართლოსკენ და მოითხოვენ აქციაზე გუშინ წინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქციის მონაწილეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას აქციაზე სულ 9 პირი დააკავეს მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და აქციაზე დაკავებული 2 პირი ამბობს რომ მათზე დაკავების დროს პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. ჩემს უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ შემთხვევებზე გუშინ ეს გამოძიება დაწყებული არ იყო თუმცა ასევე ძალიან აშკარაა ტენდენცია რომ შეიძლება გამოძიება დაიწყოს მაგრამ ჩვენ აქციაზე როცა პოლიციელები უტყავენ მოქალაქეებს როცა სცემენ მათ და ძალადობენ როგორც მოქალაქეებს ასევე ჟურნალისტებზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ჩვენ არ გვინახავს პრაქტიკულად არც ერთი პოლიციელი თანდობის პირი რომელიც დაისაჯა აი ამ ძალადობის გამო. სასამართლოს პრაქტიკულად ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით იქცა ქართული ოცნების ხელისუფლების ხელში პროტესტის ჩახშობის იარაღა, როცა მოსამართლეები არათუ არ ამართლებდნენ ვინმეს ვისაც აკავებდნენ აქციაზე, საპროტესტო აქციაზე, არამედ პირიქით მათ ძალიან კაცრი ჯარიმებით აჯარიმებდნენ, მათ შორის თუნდაც საკუთარ საშაურუმეზე მაგალითად ვიტრინაზე პოლიტიკური განცხადების გამოთვლის გამო, რაც კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა, გამოხატვის თავისუფლება, ამის გამოც კი დაუჯარიმებია ბათუმში მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს კონკრეტული მოქალაქე, ამიტომაც მოსამართლეც ქართული ოცნების ხელში ბოლო პერიოდში იქცა პროტესტის ჩახშობის იარაღად და არა უფლებების დაცვის გარანტად, რა როლიც უნდა ჰქონდეს მას წესით კანონის მიხედვით. ამიტომაც მიდიან ახლა მოქალაქეები სასამართლოსთან რომ არ დაუშვან საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯა. საუბარი აქციის მონაწილეებზე, იმ 9 მონაწილეზე, რომელიც გუშინ წინ ღამედ აქციის დაშლის დროს დააკავეს პოლიციელებმა. სწორედ მათი საქმე განიხილება ახლა ადმინისტრაციული წესით ბათუმის საქალაქო სასამართლოში მათ ედაობიან პოლიციელის კანონი მოთხოვრის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიდნობას. ეს ტრადიციული მუხლებია, რასაც ედაობიან ხოლმე ხშირად, ვისაც ადავებენ აკავებენ საპროტესტო აქციაზე. საღამოშილობისა გასატყვით მოსამართლეს, ახლა რომელიც განიხილავს მოსამართლეს ვეთქვი, იყავი ჩამოყარგო სამართლიანი, იყავი მშვიდი, იყავი გიყვარდეს შენი ქვეყანა. შეიძლება მე როგორც ერთ მოქალაქეს არ მევალებოდეს, მაგრამ შენ როგორც მოსამართლეს გევალებე რომ იყოს სამართლიანი
გააღო ეგ შენი ორი თვალი და ეგ შენი მუნდირი გამოიყენო მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს. წინ საქართველოს. რატო ვერ ბედავენ მოსამართლეები რომ დაიცვან კანონი? რატო ვერ ბედავენ? ვერ ეღისა ჩვენ საქართველოს თავისუფალი სასამართლო ეშინიათ. განა რა ხელფასი აქვს ვერ ხვდები, ან რისი ეშინიათ, ანუ ჩვენ თუ არ გვეშინია, ანუ რისი გეშინიათ, ხო მოსამართლე ხარ. შენ რო გეშინია, მე რა უნდა? უბრალოდ ვერ ხვდები. მე აღარ უნდა შემაშინდეს? მადლობა, თქვენ რა ეტყოდით მოსამართლეს? არავით არის შიში. ჩვენ არ გვეშინია ქალებს, ბავშვებს, არ ეშინიათ. რა ეშინიათ? გამოვიდნენ დადგნენ სიმართლესთან. მადლობა. შეიძლება. მადლობა, ასეთია მოქალაქეების გამოვიდნენ ხალხთან ზავნილები მოსამართლის მიმართ, მადლობა. Შეხედავთ საკმაოდ ხალხმრავალ საპროტესტო მოძრაობას, საპროტესტო მსვლელობას ბათუმის ქუჩებში ისე უკვე მეხუთე დღეა. ბათუმი ქუჩაშია, შეიძლება ითქვას. და ეს პროტესტი არის საყოველთაო, არა მხოლოდ ბათუმში და არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბევრ სხვადასხვა ქალაქში და მუნიციპალიტეტში იმართება მსგავსი საპროტესტო მსვლელობები და საპროტესტო აქციები. ადამიანები ამბობენ ღიად და მკაფიოდ, რომ ისინი არ შეეგუებიან გარუსებას და მათი შეფასება არის მკაფიო, ისე როგორც ქართული ოცნების საგარეო კურსის ცვლილება რუსეთისკენ და მოქალაქეებმა დღესაც აღნიშნეს ჩვენს პირდაპირ ეთერში, რომ ეს არის ერთგვარი გზა გასაყარი რუსეთი თუ ევროპა. ხოლო ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა სამი დღის წინ, რომ ევროკავშირის გაწევრიანების პროცესი არის შეჩერებული და გადადებული 2028 წლამდე. მოგესალმებით, რას ეტყოდით ეხლა ამ საპროტესტო მსვლელობიდან მოსამართლეს, რომელიც განიხილავს აქციაზე დაკავებულების საქმეს? მოსამართლეს ვეტყოდით, რომ ქვეყანა გადასულია კონსტიტუციური შარშოებიდან, გადახვეულია ქვის ისტორიულ არჩევანზე და კურსზე. მთავრობა არის დე-ფაქტო და არალეგიტიმური, შესაბამისად ეხლა მაინც მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. მოლოდინები რაც ქონდა რუსულ კანონთან დაკავშირებით, ის მოლოდინები გამართლდა და არ მიიღეს ადამიანებისთვის, საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება იყო მიკერძოებული. ეხლა აქ შანსი გადაარჩინონ ეს ინსტიტუტი, მაინც სასამართლო ინსტიტუტი და გადაარჩინონ ძალები. ქვეყანა დაუბრუნონ ხალხს და ქვეყანა დააბრუნონ კონსტიტუციურ ჩარჩოებში. მადლობა. ეს თეოდია სამიძე იყო, საპროტესტო მსვლელობის მონაწილე. ჩვენის პოზიციას ისმენდით. გრძელდება საპროტესტო მსვლელობა, მოქალაქეები, მსვლელობის მონაწილეები უკვე მიუახლოვდნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სადაც დღეს განიხილება აქციაზე დაკავებულების საქმე, ადმინისტრაციული საქმე, დედაობიან წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელების კანონური მოთხოვნის დაუმორჩილებლობას, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რომელიც იწვევს ჯარიმას, ასევე ადმინისტრაციულ პატიმრობას უკიდურეს შემთხვევაში. განქოცდი საქართველოს ქოცევის ხალხი გადაიქცა ნავის ოტეთი. როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი ადამიანი შეიკრიბა დღეს ისევ საპროტესტო აქციაზე. უკვე მეხუთე დღეა შეიძლება ითქვას, ბათუმი არის ქუჩაში გამოსული და მართავს უწყლოდ საპროტესტო აქციებს. იმისთვის რომ გადარჩეს ქვეყნის
ევროპული გზა და პრაქტიკულად ქვეყანა. მოქალაქეებმა პირდაპირ დაინახეს ამ შემთხვევაში საფრთხე, რომ საფრთხე ეკრება პირდაპირ ქვეყნის დამოუკიდებლობას, ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ამიტომაც ისინი ამბობენ, რომ ეს აქციები იქნება უწყვეტი, ვიდრე არ ჩატარდება ქვეყანაში ხელახლა არჩევნები. პოლიციელებმა აქაც დაიკავეს ადგილი სასამართლოს შესასვლელთან, ისე როგორც გუშინ და გუშინ წინ რობოკოპერმა ატერის მთავრობის სახლის წინ. აქაც არის მიღბიანი პირები, რომელიც დაიკავეს შესასვლელი. Nas ეტყობთ მოსამართლეს. Queres ეტყობთ მოსამართლეს. ეტყობთ მოსამართლეს არის სადისაც ეტყობთ ყველას ვინც არ გამოსულა და ყველას ვინც ფარს ჭერს რეჟიმს რომელსაც ზოგი ილუზიებში ცხოვრობს და ფიქრობს რომ საერთოდ არ იცის და აფსიდუებს და როდემდე უნდა იცინოს და როდემდე უნდა იცხოვროს ხალხმა ილუზიაში ეს არის გაურკვეველი და მე რამდენი დღეა ამბობს და აგიცი ამ ყველაფრის შედეგი აუცილებლად ექნება და აი მე ის ცხოვრებას ეს ყველაფერი შედეგი დიდი მადლობა ხმაურია მგონი და ძალიან სულთვის ჩემი რესპონდენტის ხმა კორუმპირებული მოსამართლეები პროპაგანდისტული მედია საშუალებები და სხვა მართლმადიდებლური საგნები ხალხს გაითვალისწინებს რომ ძალა ხალხშია შემთხვევაში ქვეყნის მათ გატარებული იქნება დაუწერელი კანონებით ვითარება ამ წუთში, ამ წუთებში მოგესალმები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან
სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ და ითხოვენ აქციის მონაწილეების გათავისუფლებას. რომ გაგესაუბროთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ნინო, თქვენ ხართ ადვოკატი. ხო ვერ გაქვთ ინფორმაცია ამ დროისთვის რა გადაწყდა, ან რა ეტაპზეა ამ საქმის განხილვა სასამართლოში? ინფორმაციას მათი მდგომარეობის შესახებ მე აქვთ. მე როგორც მოქალაქე დღეს ვაპროტესტებ იმას, რასაც ყველა აქ ერთმანეთს ვაპროტესტებ იმას, რომ ჩემს მოქალაქეებს წემენ უსწორდებიან სერტიფიკატი და ვაპროტესტებ იმას, რომ ჩემს ქვეყანას ართმევენ ევროპულ მოვალეს. გაწერია თქვენს ტრანსპარენტზე? აქ დგომისთვის 30 ვერცხლი არავის გადაუხადა. ანუ ეს გაგზავნილია? რომ აქციის მონაწილეებს ხშირად გვადანაშაულებაში ვართ მოსყიდებელი და ეს არის ჩვენი პასუხი ამაზე. მადლობა. საქართველოს გაუმან! ჩვენი ქვეყანა ევროპაში! მოგესალმებით. გარკვეული გზავნილი მოსამართლესთან რა ზეუბნებით? მოსამართლესთან გამოუშვეს გამორა ანუ არ შეიძლება ადამიანი როცა თავისუფლებისთვის იბრძვის და საკუთარი მომავლისთვის იბრძვის გორგილები დაადო და შეიყვანო და არნაირ სამუთი არ გაგაჩნია იმის და არნაირი მიზეზი თუ რატო ისთვის იმიტომ რომ უდგავართ იმიტომ რომ შვიდობიანად ჩვენი მშვიდობისათვის ვიწყდი გამოუშვეს აუცილებლად იქამდე არ წავალ ცელოვან გამოიყვანეს ესენი არიან ჩვენ დაუნახეთ გაზი ახლა ფიქრობ რომ მართლა ძალმოწამეები არიან და იმედი მაქვს მალე გადადგენ იმიტომ რომ მათი ადგილი საქართველოში არაა გამილები ბათუმის საპროტესტო აქციიდან ვისკენ ხედავთ მოქალაქეების თხოვენ მოსამართლეს რომ დაუყოვნებლივ დაუპირობოთ გაუშვან აქციაზე დაკავებულები რომლებიც საპროტესტო აქციაზე ბათუმში გუშინ წინ აქციის დაშლის დროს დააკავეს დააკავეს 9 პირი მათ შორის ერთი არასრულწლოვანი აქციაზე დაკავებული 2 პირი არის მათზე დაკავების დროს ფიზიკურად იძალადეს თუმცა მოგეხსენებათ რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში აქციაზე ძალადობის გამოდაშლილი ადამიანები ჩვენ არ გვინახავს კოსმოსში არ გვინახავს პასუხისმგებელი პირები თანობის პირები რომლებიც პასუხი აგეს იმის გამო რომ აქციაზე შედავენ აქციაზე გამოსული ადამიანები იმის გამო რომ ისინი სარგებლობენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით და სარგებლობენ გამოხატვის თავისუფლებით
მათ ჯანმრთელობას ეკუთვნება სერიოზული საფრთხე, მათ ძალადობენ, ამის გამო არავინ ამ დრომდე არ დაუსჯიათ. არ ვიცით რა მოხდება ამ განმარტოების შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში დღეს სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაკავებულების საქმე განიხილება და არა სისხლის სამართლის საქმე. მოისმინოთ გზავნილები ამ საპროტესტო აქციიდან, რომელიც იმართება და გრძელდება ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. უფლებას გამოვხატავთ ჩვენს მოსაზრებებს მიუსაჯოთ უკანონო არასამართლიანი განაჩენი. ეს ადამიანები არიან საქართველოს შვილები, რომლებიც იბრძვიან ხვალინდელი დღისთვის. არ შეიძლება მოსამართლის მანტია ატარო და თანამავდროულად კონფორმიზმზე, საკუთარ კომფორტზე იფიქრო. ეს ქვეყანა ყველას საშენებელია. ყველასია. ამავდროულად მინდა ერთი რამე შევძახოთ ჩვენს მებრძოლებს. დღეს არა მხოლოდ ბათუმში, თბილისში ათეულობით ადამიანი განისწება, რომელთაც უკანონოდ, სრულიად არაპროპორციულად მოხვდათ სახელმწიფოს რეპრესიული ხელი. მე მინდა რომ მათ გავაგონოთ ჩვენი ყიჟინა. მე მინდა რომ მათ ჩვენი თანხმობა, ჩვენი ეროვნული ერთიანობა გავაგონოთ. საქართველოს გაუმართ! საქართველოს სამართლიანს, სადაც უზენაესი სამართალია და არა ოლიგარქია, სადაც უზენაესი არა პარტია, არამედ ხალხი თავისუფალი დემოსი. ასეთ საქართველოს გაუმართ! მეგობრებო, მოკლედ ერთი ამბავი მინდა გითხრათ. დღეს ჩვენი თანამებრძოლების დაკავებულების პროცესი ჩაინიშნა 4 საათზე. მეგობრები, მოვედით აქ 20-30 კაცი და რომ დაგვინახეს აქ შეკრებილები. მოყვანილი ჩვენი თანამებრძოლები წაიყვანეს და ქალაქში დაატარეს, იმიტომ რომ არ უნდათ აქ პროტესტი მიეღოთ. საბოლოო ჯამში ჩვენ აქედან წავედით, ჩვენი თანამებრძოლები მოიყვანეს და ნახეთ ეხლა რამხელა პროტესტი მიიღეს თქვენი სახით. აი ასეთი თანადგომა ვიცით ჩვენ. აი ასეთი გვერდში დგომა ვიცით ჩვენი თანამებრძოლების. და კიდევ ერთი. როგორც გავიგე, პროცესზე რო შეიყვანეს, პროცესის გადადება მოვითხოვეთ, გამომდინარე იქიდან რომ სამხილი შეგვეგროვებია, თუმცა გადაწყვიტესო დღესვე მოვასწრებთ და ჩავატარებთ პროცესს და დავაჯარიმებთ ან დავაკავებთო ადამიანებს, ჩვენს თანამებრძოლებს. როგორც ვიცით, ერთი ჩვენი თანამებრძოლი უკვე დააპატიმრეს, 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მე ეხლა მოვიტანე სამხილები და მივაწოდე ადვოკატს. ეხლა აქ რო ამდენი ადამიანი ვართ. შეშინებულებმა აღარ გაბედოთ და აღარ გადადოთ სასამართლო. არამედ დღესვე დაასრულეთ და მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენს თანამებრძოლებს ველოდებითად! ჩვენს აქციებზე სიმბოლოდ იქცა ეს სიმღერა და მოდი ახლა კი არ ჩავრთოთ, ჩვენი თანამებრძოლები გავამხნევოთ რა. ჩვენ აქ ვართ, ვაჩვენოთ ძალა, ერთად ვართ. ჩვენს თანამებრძოლებს გაუმართ!
აქ ვართ, ჩვენ ძალა, ერთად გავართ. ჩვენ აქ ვართ, ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ძალა, ერთად გავართ. ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ძალა, ერთად გავართ. შეხვედრა იწყება ცენტრიდან მანძილი გაღამდე ორივე ზესტი. თუ ერთი ერევა საკუთარ თავს ვერ ემიხვება ყველა დომინოზე ბექტი. და მოგები ჟინი თუ გაგამოსილი რას ნიშნავდა მილიეს მომავლის სიტყვა დარგული ხილი ხო და ყველამ დარგოსა ვიწინა წინი და სტრიკაბილი მე უნდა მithom შვილი მათო ხედავ ჩემი შვილი ბოლომდე ამ ბრძოლა ნამდვილი ქართული სტილი ის მოგების დამარცხის დროს ერთნაირად გილის ეკვაგესის მაგრამ გული საქართველოს ღვილი მე უნდა მithom შვილი მათო ხედავ ჩემი შვილი ბოლომდე ამ ბრძოლა ნამდვილი ქართული სტილი ის მოგების დამარცხის დროს ერთნაირად გილის ეკვაგესის მაგრამ გული საქართველოს ღვილი ჩვენ აქ ვართ, ჩვენ აქ ვართ, ჩვენო ძალა, ერთად გავართ. ჩვენ აქ ვართ, ჩვენ აქ ვართ, ჩვენო ძალა, ერთად გავართ. საქართველოს გაუმარ! გაუმარ! გაუმar! თანამებრძოლებო იდეებზე გავაბანოთ ჩვენს თანამებრძოლებს უკანონო დაჭერის ახალგაზრდებს ჩვენი ხმა რომ ჩვენ არც მას და არც ერთ სხვა უკანონო პატიმარს არ მივატოვებთ ჩვენ აქ ვართ ჩვენ მოვედით ბათუმის სასამართლოსთან რომელსაც სამართალთან არაფერი არ აქვს კავშირი აქ დიდი ხანია დაივიწყეს რა არის სამართალი აქ არის გურუსიძე ჩინჩალაძის კრიმინალური სინდიკატი დაბანაკებული და ისინი ჩვენს სიმართლეს კარგავენ აქ არის მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე რომელიც ოცნებას დაეხმარა მიეთვისებინა ბათუმის საკრებულო აქ არიან მოსამართლეები რომლებმაც პირში წყალი ჩაიგუბეს და პროკურატურის განაჩენს აწერენ ხელს კიდევ ერთხელ მოგიწოდებ და გავხდით ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ უკანონო ხელისუფლების წინააღმდეგ არ ვიბრძვით ჩვენ ვიბრძვით სისტემის წინააღმდეგ და ეს სისტემა აუცილებლად დაინგრევა და ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება უსამართლობა სამართლიან ევროპულ დემოკრატიულ საქართველოს გაუმარ 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 მეგობრებო თქვენ ეს ხართ ახალი ეროვნული მოძრაობის ნაწილი და თქვენ ამით უნდა იამაყოთ საქართველოს ხვალიდან ნათელდეს გაუმარ 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 აჭარის ტელევიზიას კიდევ ერთხელ მოუწოდეთ თუ არ უნდათ ისევ მივაკითხოთ გაუშვან პირდაპირ ეთერში ეს აქციები ეს არის უპრეცედენტოდ დიდი უპრეცედენტოდ მასშტაბური აქციები და ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქნეს სწორედ ჩვენ გვერდით და არ უნდა იყოს პარტიის და მთავრობის სამსახურში ერთი წუთი გთხოვთ ყურადღებას ყველას. ახლა ჩვენ გავართ სასამართლოს წინ.
შიგნით არის ჩვენი ძმები, ჩვენი მებრძოლები, რომელმაც ბევრი შიგნით არის ერთი დაკავებული ნიკოლოზ მირცხულავა. ბატონო მოსამართლე, ეს ადამიანი არის აფხაზეთიდან დევნილი. დაკარგა სახლი, ყველაფერი გაემიჩნა ამ მთავრობას და თქვენ მაგას აძლევთ ახლა რაღაცა უაზრო ჯარიმას. გამოუშვით სასწრაფოდ. არის საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი. მე მინდა ქალბატონ პრეზიდენტ, რომელიც არის თქვენი არქეული, აქედან მივხვდეთ გავაგონოთ ჩვენი ხმაობა. ჩვენი ხმა და საქართველოს პრეზიდენტი არის გარანტი იმისა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი მოექცევა კონსტიტუციის ფარგლებში. გავაგონოთ ჩვენი ხმა და დაუდგათ გვერდით, როგორც ისე, როგორც ქალბატონი პრეზიდენტი უდგას გვერდს საქართველოს მოსახლეობას. მეგობრებო, ჩვენ ჯერჯერობით როგორც გვაქვს ინფორმაცია, აქ დაახლოებით კიდევ 1 საათი, საათნახევარი დაჭირდება ამ სასამართლოში გამოტანილ განაჩენს. ჩვენ გვექნება ინფორმაცია და გაიგებს თითეული თქვენგანი. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, კიდევ ერთხელ შევძახოთ, კიდევ ერთხელ მოუწოდოთ, რომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს ყველა ჩვენი თანამებრძოლი ყოველივე ჯარიმების გარეშე. და ჩვენ გავაგრძელოთ ჩვენი მშვიდობიანი მანიფესტაცია ჩვენი ქალაქის ქუჩებში და კიდევ ერთხელ შევძახოთ ჩვენს თანაქალაქელებს, რომ შემოგვიერთდეთ. დღეს არის ერთობის დრო, დღეს ჭირდება ჩვენს ქვეყანას ყველანი ერთად. დავიძრათ მეგობრებო, ჩვენი ქალაქის ქუჩებში, ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის, ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ყველა იმ მოსამართლეს, ვინც კონვეირული სისტემით ჯარიმებისა თუ ადმინისტრაციული სასჯელების მიღებას არის დაჩვეული, არც კი გაბედოთ, არ უნდა გამოვიდეს არც ერთი მათგანი ჯარიმით. პირდაპირ არის ეს საქართველოს მოსახლეობის მომართვა. მოთხოვნა, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ პროპორციულად.
მეგობრებო, კიდევ ერთხელ თქვენი ხმა ბათუმიდან გავაგონოთ. ასეთი აღიარება ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეები ოდებიან მოსამართლის განყოფილებას აქციაზე დაკავებულების საქმეზე. სულ დააკავეს 9 პირი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი და ამ აქციაზე ორი დაკავებული, ასევე ამბობს, რომ მათზე ფიზიკურად იძალეს პოლიციელებმა დაკავების დროს. თუმცა ამ დროისთვის ამ ძალადობის ნაწილი არ განიხილება, აქციის მონაწილეებზე განიხილება აქციის მონაწილეების მხრიდან თურმე ხულიგანობის სავარაუდო ჩადენის შემთხვევა. ნახოთ რა განწყობას მიიღებს მოსამართლე, ჩვენ ვჩებით ადგილზე და უცბად მოვიყვებით თუ როგორ განვითარდება ეს პროცესი. ეს პროცესი ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი და გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.